მოგესალმებით. ეს არის გადაცემა, სადაც ვსაუბრობთ ადამიანის შემოქმედებაზე და იმ ძალაზე, რასაც ხელოვნებას აქვს. ხელოვნება ეს არის ენა, რომელსაც სიტყვები არ სჭირდება. ის არის სარკე, სადაც ადამიანი საკუთარ სულიერ სახეს ხედავს. დღეს ჩვენთან სტუმრად არის ადამიანი, რომელიც არა მარტო ხედავს, არამედ გრძნობს ხელოვნებას. ხედავს ფორმაში, სულს და სიჩუმეში. დღეს ჩვენი სტუმარია ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ბატონი გუბაზ მეგრელიძე. გამარჯობათ ბატონო გუბაზ. გამარჯობა. ვისაუბროთ დროის გარეშე. კი ბატონო, სიამოვნებით. კარგით, მაშინ დავიწყოთ. რას ნიშნავს თქვენთვის სიტყვა ხელოვნება? ხელოვნება არის საკმაოდ ფართემცნება, რომელიც აერთიანებს არაერთ დარგს. სხვადასხვა დარგია, ბევრი დარგია ხელოვნების, მე ვესახურები თეატრალურ ხელოვნებას და აქედან გამომდინარე, ჩემთვის არის თეატრალური ხელოვნება უპირველესი, მაგრამ ეს იმას არნიშნავს, რომ სხვა დარგები არ არის ჩემთვის საინტერესო, იგივე მხატვრობა, არქიტექტურა და სხვა დარგები, გამოყენებითი ხელოვნება და სხვა. გასაგებია. შეიძლება თუ არა ხელოვნება შეიცვალოს დროის გავლენით? რა თქმა უნდა, ხელოვნება ყოველთვის იცვლება, ხელოვნების ნაწარმოები დროის გავლენით. ხელოვნების ნაწარმოები ფასობს იმით, როცა ის იქმნება, ასახავს იმ კონკრეტულ დროს და მოქმედებას, იმიტომ რომ ის პრობლემები, რაც არის დღეს, აქტუალურია მაყურებლისთვის. აი მაგალითად, თქვენ რომ ნახოთ ნახევარსაუკუნის წინანდელი სპექტაკლი, დღევანდელი მაყურებლისთვის ის არ იქნება საინტერესო. იმიტომ რომ დღეს სხვა ვითარება, სხვა ყოფაა, სხვა პრობლემებია, სხვა პოლიტიკური და სოციალური ვითარებებია და აქედან გამომდინარე ყოველთვის ასახავს ხელოვნება დროს. მის გარეშე თანამედროვე ვერ იქნება ხელოვნება. ეს ყველას დარგს ეხება აბსოლუტურად და ამიტომ უნდა იგრძნობოდეს ცხოვრების მაჯისცემა ხელოვნების ნაწარმოებში. და მხატვრობაში, როგორც მოგეხსენებათ, ადრეულ ნაწარმოებებს, ადრეულ შექმნილ ტილოებს უფრო მეტი ფასი აქვს ვიდრე დღევანდელს და ეგ რატო? ეს კლასიკა და იმიტომ ახლა მიქელანჯელო, ლეონარდო და ვინჩი, ტიციანი და სხვა ეს არის საქვეყნოდ აღიარებული ავტორიტეტები და დიდი შემოქმედი, რომელმაც დროს გაუძლო. არა აქვს მნიშვნელობა ის რომელ საუკუნეში იყო ამ შემთხვევაში, მისი ნაწარმოები ყოველთვის თანამედროვეა. მაგალითად შექსპირი ყოველთვის თანამედროვეა, იმიტომ რომ იმდენი ინტერპრეტაცია არსებობს შექსპირისა. მე-19 საუკუნეში, რა თქმა უნდა, სხვა იყო, მე-20-ში სხვა არის და 21-ში კიდევ სხვა არის. ამიტომ მიდგება შექსპირი ყველა ეპოქაში, იმიტომ რომ თანამედროვეულად ჟღერს საკმაოდ. რა თქმა უნდა. ხელოვნება ბუნებიდან იბადება თუ ადამიანის გულიდან, თქვენი აზრით? ადამიანის გულიდან, რა თქმა უნდა. როგორც წარმოსახავს ადამიანი, ტრანსფორმირება, როგორც ხდება მის ხედვაში, აზროვნებაში, ის არის ხელოვნება. იმიტომ რომ აი მაგალითად მე და თქვენ თუ დავჯექით და ვაშლი დავხატეთ სიტყვაზე, ხო? თქვენი დახატული ვაშლი სულ სხვა იქნება, ჩემი დახატული ვაშლი სულ სხვა იქნება. აქ მთავარია ხელოვნების თვალთა ხედვა, თუ რას ხედავს ის ამ ვაშლში და როგორ ხედავს. ამაშია მთელი კონცეფცია ხელოვნების და რამდენად უფრო საინტერესოდ გადმოსცემ აი ამ ნაწარმოებს, ხო, ნახატს, მით უფრო დიდი მხატვარი და შემოქმედი ხარ. გასაგები. შეიძლება თუ არა ხელოვნებამ რეალობა შეცვალოს? რეალობას ასახავს უფრო ხელოვნება, მაგრამ რეალობას ვერ შეცვლის. შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს. როგორც ასეთი კონკრეტულად ცვლილება არ შეუძლია. არა, ცვლილება როგორია, ბერკეტი არა აქვს ხელოვნებას. ხელოვნების დანიშნულება არის იმ რეალობის ასახვა, იმ ხელოვნების ესთეტიკური იმის ასახვა, რასაც ის ხედავს და განიცდის, რაც ნაწარმოებშია. ეთიკურ-მორალური საკითხებია ძირითადად ეს ხელოვნების საკითხი და ის ასახავს ამას. ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს, მაგრამ ის რომ ახლა შეცვალოს რადიკალურად, ამის ბერკეტი ხელოვნებას არ გააჩნია. გასაგებია. სად გადის ზღვარი ნიჩსა და შრომას შორის ხელოვნებაში? ჩემთვის ზღვარი, იცით, ნიჭი და ხელოვნება არის ერთად მოცემული მთლიანობა. იმიტომ რომ ერთი მთლიანობა წარმოუდგენელი, თუ ნიჭიერი ხარ და შრომის მოყვარი არა ხარ, ნიჭი არის დაკარგული მაშინ.
დაკარგულია და თუ არის ორივე, მაშინ ახარ დიდი შემოქმედი, მაშინ ხდება კონცენტრაცია ამ ორი ერთობის. მაგალითად, აი შრომის უნარიანად იცვლება საოცარი შრომის უნარიო სერგო ზაქარიაძე და აკაკი ვასაძე, რომლებიც ცვლიდნენ ინტერპრეტაციას თავიანთი გმირის და სულ სხვანაირად წარმოსახავდნენ მას თავიანთი შრომის და მიხედვით. იმდენ ვარიაციას აკეთებდნენ ამ მათგან მე ერთი რჩებოდა, რა თქმა უნდა, ერთი ვარიანტი გმირის იმის, მაგრამ აი შრომის უნარიანობა და ნიჭი ერთად შეთავსებული, შეზავებული, აი ამ ორ დიდ ხელოვანში საკმაოდ კარგად ჩანდა და ეს არის ნიმუში, როგორი უნდა იყოს შემოქმედი, მათი შემოქმედებიდან გამომდინარე. რა განსხვავება ნამდვილ ხელოვანს და იმიტატორს შორის? იმიტატორი ყოველთვის განასახიერებს ზედაპირულად. თქვათ ნაწარმოებს, გარემოს, თუ პაროდიას აკეთებს ხო ამა თუ იმ პიროვნებაზე და ხელოვანი თქვენ რასაც ამბობთ, ხელოვანი უფრო ღრმად უყვირდება თითოეულ პრობლემას, აი ხელოვანის დანიშნულება რა არის, რომ ამოიკითხოს პრობლემა ნაწარმოების და ისე მოიტანოს მაყურებლემდე, რომ მისთვის გასაგები იყოს და იმისთვის თანადროული იყოს, რომ მაყურებელი ხედავდეს, რომ ის უყურეს არა ვთქვათ შუა საუკუნეების პიესას და ძველ პიესას, არამედ მის თვალწინ არის რეალობა. რეალობა თამაშდება მის თვალწინ, აი ეს არის თავარი და აი ხელოვანის რამდენად უფრო ზუსტად და კარგად მოახერხებს ამას ხელოვანი, მით უფრო დიდია მისი პიროვნება და მისი შემოქმედება. ამ თვალსაზრისით. რა მაინტერესებს? აი არის თუ არა ტკივილი საჭირო, სულიერ ტკივილი შემოქმედებისთვის? ნუ მე ვიტყოდი რომ ემოცია გამსაზღვრელი არის, იმიტომ რომ ემოციური დამოკიდებულება თუ არ არის ხელოვანი, ის ვერ შექმნის დიდ ნაწარმოებს. იმას უნდა აწუხებდეს ის პრობლემა, ის საკითხი, ის ნაწარმოები, რასაც ის დგამს და რასაც ის ხედავს აქტუალობას თანამედროვე მაყურებლისთვის და საზოგადოებისთვის. სხვაგვარად დიდი ნაწარმოები არ იქნება ხელოვნებაში. აი მაგალითად შემიძლია დავასახელო რობერტ სტურას რამოდენიმე ნამუშევარი ყვარყვარე, მაგალითად, რომელიც შეიქმნა პოლიკაბრე კაკაბაძის მიერ 30-იან წლებში, მაგრამ ის აღღერდა 1972 წელს სხვანაირად, იმიტომ რომ იქ იყო ერთი გლეხის ამბავი მოთხრობილი, ყვარყვარეს ისტორია და აგახდა ყვარყვარეს ისტორია საერთაშორისო კლასის ავანტიურისტი უკვე. იქ იმიტომ რომ იქ იყო გლეხი ყვარყვარე, იქ იყო პოლიტბიუროს წევრი ყვარყვარე, იქ იყო ჰიტლერი ყვარყვარე, იქ იყო მაო ძედუნი ყვარყვარე. აი ასეთი ასოციაციას ქმნიდა ყვარყვარე რობერტ სტუროს შემოქმედებაში, იმიტომ დარჩა ის დიდ სპექტაკლად და იმიტომ იყო ის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწარმოები. ამასთანავე თვითონ აი რობერტი რატომ არის ის განთქმული და ძალიან მნიშვნელოვანი ხელოვანი მთელ მსოფლიოში, სადაც დგამდა ის სპექტაკლებს, იმიტომ რომ მან სხვაგვარი ინტერპრეტაცია მიიღო, იგივე შექსპირს. მისი ტრაგედია, რიჩარდ მესამე ტრაგიკომედიად დადგა მან, ეს ტრაგიკომედია საოცრად მოუხდა ეს სპექტაკლს. და ინგლისში როცა აჩვენეს გაკვირებული დარჩნენ ინგლისელები და რამაშხირკვაძეს კავკასიელი ოლივიე უწოდეს მათი დიდი მსახიობის და გვარად, რაც უმაღლესი შესფასებაა ამ შემთხვევაში ინგლისელების მიერ. აი ეს ტრანსფორმაცია თუ არ მოხდა, დიდი ხელოვნება არ იქნება. შეიქმნება საშუალო დონის სპექტაკლი, კარგი დონის ნაწარმოები ვთქვათ, რომ აი არც ცუდია, არც კარგი ვთქვათ. და თქვენ სპექტაკლები ახსენეთ, რობერტ სტურო ახსენეთ და მინდა გკითხოთ, რომელი უფრო ძლიერია თქვენის აზრით? არა როგორც თეატრმცოდნეს აზრით, უბრალოდ გუბაზ მეგრელიძის აზრით, რომელი უფრო ძლიერია? სიტყვით შექმნილი ხელოვნება თუ ფერით შექმნილი ხელოვნება? ეს სხვადასხვა ჟანრია, სრულიად განსხვავებული. მაგრამ აი სიძლიერეს რომელს ვეცადეთ? არა, სიძლიერია ორივე ძლიერია თავის ჟანრში, ეგრე ვერ განსაზღვრავ.
იმიტომ რომ თავის ყოველ ჟანრს აქვს თავისი გამომსახველობითი საშუალებები. აი მხატვრობაში ფერი არის, ხო? ფერია, ჭრდილი არის, ტექნიკა არის, სხვადასხვა ტექნოლოგია არის, რაც შეასრულებ ნახატს, ხო? და აქ არის სიტყვა, სცენას სიტყვა არის, მოძრაობა არის, მოქმედება არის, შინაგანი ქმედება არის გმირის. აი ნაზავია ყველა მხატვრობა იმ გარემოში სცენოგრაფია, რაშიც ამ გმირებს უწევთ მოქმედება, აი კი? აი ესეთი კომპლექსური ხელოვნებაა და ამიტომ მათი თქვა აი ესე შედარება კონკრეტულად არ შეიძლება. ყველა ჟანრს აქვს თავისი თავისებურება, რაც აუცილებლად ანგარიშ გასაწევია. რა თქმა უნდა. ბატონო გუბას, როგორც ვიცით, ყველაფერი საზღვრებშია და ყველაფერს თავის საზღვარი აქვს. თქვენი საზრით არსებობს უსაზღვრო ხელოვნება? რა თქმა უნდა, ხელოვნება ყოველთვის უსაზღვროა. საზღვრები თუ ეს და ხელოვნებას ის რა ხელოვნება არის. ყველა საუკუნეში აი მოყოლებული რომელიმე საუკუნე 1000 წლეულებიდან დაწყებული, სადაც დაიწყო ხელოვნება, ხო, წამოვიდა ცეკვა, სიმღერა, მხატვრობა, ის უსაზღვროა. ყოველთვის არის ინტერესი. ყოველი საზოგადოების მიერ, ყოველი საუკუნის მიერ. ხოლო მიქელანჯელო ყოველთვის დარჩება უსაზღვრო ხელოვანად. ხო, ყველა საუკუნეში სანამ არსებობს კაცობრიობა. და ხელოვნების დანიშნულება ეს არის ნამდვილი და დიდი ხელოვნების, რომ ის იყოს უსაზღვრო, ყველასათვის ხელმისაწვდომი და გასაგები. და თქვენთან რომელი ჟანრი ან სტილი არის ყველაზე ახლოს? თქვენს პიროვნებასთან. როგორ არა, ყველა ჟანრი როგორ ახლა ყველა ხელოვნების კომედია, ტრაგედია. არა, ყველა კომედია. არა, ეგრე რაც არის მაღალ პროფესიულად დადგმული, ყველა. ასე ჩემთვის არ არის აქ მნიშვნელობა ჟანრს. ჩემთვის აქ მნიშვნელობა შესრულების დონეს. რეჟისორის ხელოვნებას, მსახიობის ხელოვნებას, მხატვრის ხელოვნებას, კომპოზიტორის ხელოვნებას. აი, ეს უნდა იყოს მაღალი კლასის ნაწარმოები. თავარია მაღალი კლასის ნაწარმოები ხელოვნებაში. დიახ. და არა ის კონკრეტული რაღაც ის რაც თქვენ ახსენეთ. ცოტა ავანტურული კითხვა უნდა დაგისვათ ახლა. ხელოვნება თვითონ ავანტურასაც შეიცავს თავისთავად. თუ არსებობს ხელოვნება, რომელიც 99%-ისთვის მიუღებელია და 1%-ისთვის გენიოსურია. რა თქმა უნდა არის. ხელოვნება მაგის გარეშე არ არსებობს, ზოგს შეიძლება კანდიდატს კი მოწონდეს, არის ხო დიდ ხელო, ბევრთვის გაუგებარია. რა თქმა უნდა, აი იგივე ის რო არის სხვადასხვა აბსტრაქციონიზმი მაგალითად. გარკვეულ ნაწილს მოწონს, უმეტესობის ნაწილისთვის გაუგებარია ეს. ის სპეციალისტი თუ არ ხარ, ძნელია იმის გაგება. მაშინ უნდა რაღაც ემოცია გამოიწვიოს შენში, ნახველში. ეგ და რაღაცას უნდა გაგონებდეს. აი შეხედე ნაწარმოებს და რაღაცა გაგახსენდა. ეს უკვე მუშაობს. ხელოვნების ნაწარმოები შენზე უკვე მუშაობს. რადგან შენში ემოციას აღძრავს, ფიქს აღძრავს. აი ეს არის ხელოვნების დანიშნულება სწორედ და ჟანრს და იმას მნიშვნელობა არ აქვს. ხო არსებობს ისეთი ფიქრიც, მაგალითად, თქვათ დავინახე რაღაც ნახატი, ხედავ და აუ, რატო ვერ ჩავხვდი? კი, როგორ არა, კი. და ეძებ უბრალოდ ამ ნახატის ახსნას, როგორ ახსნა და კი, გიჭირდება ხელოვნებაცონე ვთქვათ, ან ლიტერატურა, აი შეხედე ხო ნაწარმოებს, ვთქვათ, რაღაც ვერ გაიგე. ჩახედე ლიტერატურას თვითონ ავტორის შესახებ. ხო და იქ მოცემული არის განხილული ესა თუ ის ნაწარმოები, რაზეა ეს ნაწარმოები, ვთქვათ, ხო? რას გულისხმობდა ავტორი, ეს იქნება ფერწერა თუ კინო და თეატრალური ხელოვნება, ან მუსიკალური ხელოვნება, ხო? და ნაწარმოები და ამიტომ აი ეს არის გამსაზღვრელი, ის რა ქვია, ეს არის უკვე პიროვნებაზე დამოკიდებული, რამდენად აინტერესებს ესა თუ ის ნაწარმოები მას, რომ ჩაწვდეს მის არსს. თუ რა თქმა უნდა, რამე ვერ გაიგო. ასეც ხდება, არის საკმაოდ დიდი შემთხვევა, რომ შეიძლება ვერ გაიგო რაღაცა. გამორიცხული არ არის.
შეიძლება უყურებ რაღაც სპექტაკლს და რაღაცა ვერ გაიგე, ხო? არ არის ამაში არაფერი საგანგაშო და ის. ან უკეთ დაუკვირდები, ან დრამატურგის შესახებ წაიკითხავ, ხო, რა სტილი და ის არის მიმართულება და მე უფრო გასაგები ხდება ეს მიმდინარეობა და ეს ხელოვნების ნაწარმოები რაც არ უნდა იყოს. აჰა. რა თქმა უნდა. თქვენის აზრით ხელოვნება უნდა იყოს თუ არა დღევანდელობიდან გამომდინარე პოლიტიკური ან სოციალური იარაღი. ყოველთვის ასე იყო, ხელოვნება იყო პოლიტიკური იარაღი, კომუნისტების დროს ეს იყო იდეოლოგიური იარაღი, დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ამას და იმიტომ იყო რომ დაფასებული იყო მსახიობი, რეჟისორი, კომპოზიტორი, მხატვარი, იმიტომ რომ ის გარკვეულ იდეოლოგიას ატარებდა, ხო? სოციალიზმის იმას რა ქვია, იდეას ატარებდა. დღეს სხვა დღეს ეროვნული ინტერესებია წამოწეული, უფრო უნდა იყოს ეროვნული მსოფლმხედველობის, ხო, როგორც პოლიტიკურად, ასე სოციალურად. და მანდ ვერ შეგეკითხებით, მაშინ ხელოვნება უნდა ემსახურებოდეს ადამიანს თუ სიმართლეს? ორივეს, თუ ადამიანს არ ემსახურება, მაყურებელი არის ადამიანი და ხელოვნება მკვდარია ადამიანის გარეშე. ხელოვნების შემფასებელი არის ადამიანი. სხვაგვარად შეუძლებელია ხელოვნების არსებობა. ის მკვდარი იქნება მაშინ თუ მას შემფასებელი არ აქვს. და ის გათვლილია ხო ადამიანებზე, საზოგადოებაზე. მის დანიშნულება ეს არის, რომ თავისი ესთეტიკური ზემოქმედება მოახდინოს ადამიანს. ეგ არის. თავარი ეგ არის. თუ არსებობს ესეთი რაღაც, თუ არსებობს ესეთი რაღაც, ხელოვანმა უარი თქვა სამყაროზე, მაგრამ მაინც შექმნა შედევრი. სამყაროზე როგორ უნდა თქვას ვარი? მე აი ეს ცხოვრება აღარ მინდა, მომწყინდა და მაგრამ მაინც შექმნა შედევრი. შეიძლება ჩაიკეტო ცალკე შენ სამყაროში. შეიძლება ეს არ არის გამორიცხული, იმიტომ რომ ეს ინდივიდუალური საკითხია. იცი როგორ? და მაშინ დაგიკონკრეტებ. დეპრესიის მქონე ადამიანს თუ შეუძლია შედევრი შექმნა? კი, როგორ არა, შეუძლია, იმიტომ რომ აი ვან გოგმა 40 წელიწადში დაიწყო მხატვრობა, ხო, თავის შედევრები შექმნა. არ არის გამორიცხული, იმიტომ რომ დეპრესია რაღაც გარკვეული ისინი, რა ქვია, ადამიანური ზემოქმედებები განსაზღვრავენ ადამიანის შემოქმედებით საწყის. აი ბევრია მაგალითად, რომ მხატვრობა დაუწყია ბევრს სულად მოულოდნელად, რაღაც გარკვეული იმგენისგან სტრესის გადატანის შემთხვევაში. აი ან ავარიაში მოყოლილა, ან რაღაც ძიმე ფსიქოლოგიური განცდა ქონია და დაიწყო მხატვრობა და ძალიან წარმატებულადაც. იმას არ დაუმთავრებია აკადემია, არ არის პროფესიონალი, მაგრამ არის საინტერესო ხელოვანი, იმიტომ რომ ეს რაღაც ბიზნესს გაძლევს. ეს სტრესი, ეს გარკვეული ემოცია, იმიტომ რომ ხელოვნება ემოციის გარეშე ხო არ არსებობს, იქიდან მოდის ყველაფერი და ეს ემოციით როცა იმუხტება ადამიანი, მაშინ იღვიძეს რაღაც მოთხოვნილება. აი იგივე ხატვის მოთხოვნილება, ძერწვის მოთხოვნილება, თამაშის მხატვრული კითხვის მოთხოვნილება, ან სხვა, ვთქვათ, სხვა დარგის ისინი მოთხოვნილება, ხო? ხელოვნების არაერთი დარგია და ის იწყებს აი ამის გამოვლენას. ასე ბევრი არის გადაცემებისა ტელევიზიებში, ამის როცა სპონტანურად იწყებს ადამიანი რაღაცის შექმნას და არის წარმატებული. და მე რჩევა ეს არის ხო, ეს არის ბიძგი იმისთვის, რომ რაღაცა თავისი სიტყვა თქვას და გამოხატავს ის ემოცია, რაც მასში არის ჩაგუბებული და მანამდე ვერ ახერხებდა ამის გადმოცემას. ეგ და ახლა მას გაეხსნა რაღაც შესაძლებლობა, როცა ამის გამოხატვის საშუალება მიეცა. და ამიტომ ხელოვნება თქვენის აზრით უფრო მენის ფორმაა თუ თავისუფლების? თავისუფლების გარეშე ხელოვნება არ არსებობს. გასაგები.
რას ეტყოდით ახალგაზრდა ადამიანს, რომელიც ახლა იწყებს ხელოვნების საფეხურებზე ასვლას? ახალგაზრდა ადამიანმა რა ხელოვნების სფეროშიც არ უნდა იყოს, ჯერ უნდა ცოდნა მოიპოვოს, ელემენტარული საბაზისო ცოდნა, რასაც ქვია ანტიკური ხელოვნებიდან თანამედროვეობამდე, რაც სავალდებულო ლიტერატურა ის უნდა წაიკითხოს აუცილებლად კითხვის გარეშე. არ არსებობს ხელოვნების და მე როგორ გადახარშავს ამას ესა თუ ის ახალგაზრდა აი ეს წვეთს ყველაფერს უკვე იმიტომ რომ ბევრი კითხულობს ბევრია თქვა სპეციალისტი ხო ხელოვნებაცოდნე ისტორიკოსი მაგრამ დიდი სპეციალისტი ერთეულებია ხო ყველა აკადემიკოსი ვერ ხდება ყველა პროფესორი ვერ ხდება ხო მაგრამ იმ დარგს ემსახურება ხო და აი ეს არის მისი თვალთახედვა არის რა თვალთახედით დაინახავს ესა თუ ის ადამიანი იმ დარგის ისტორიას რაღაც ახალს გახსნის ხო მასში და აი ასე ხდება ამის ჩამოყალიბება მიაგნო იმას რაც სხვას არ მიუგნია აი მაგალითად მე გეტყვით ჩემ მაგალითს ახმეტელიშვილი დიდი რეჟისორი სანდრო ახმეტელის შესახებ არაერთი ლიტერატურა არსებობს. წიგნები, კრებულები, მონოგრაფიები, სტატიები უამრავი. ხო, მაგრამ არ იყო შექმნილი, გაუხსნელი იყო რუსთაველის თეატრის 1935 წლის კონფლიქტი. იმას დიდ მსახიობებს აბრალებდნენ გარკვეული ჯგუფი მსახიობებისა. საზოგადოებაში იყო შექმნილი სხვადასხვა გვარი აზრი, უარყოფითიც, დადებითიც, მაგრამ პრობლემის ახსი არავინ არ იცოდა. გადმოცემებზე იყო ეს ყველაფერი აგებული, ვინ რას იტყოდა. ზოგი იტყოდა კაცს, ზოგი იტყოდა ცუცს, ხო? ბუნებრივია თავისი დამოკიდებულებიდან გამომდინარე. ეხლა მე ძალიან მინდოდა ამ პრობლემის გახსნა. რაში რეალურად რა მოხდა. იმიტომ რომ ყველა ვიცოდით დაახლოებით, მაგრამ ამის დამადასტურებული დოკუმენტაცია არის. აი, როცა დაიწყო ეროვნული მოძრაობა, მაშინ უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელობამ გამოვიდეს თავი, როცა აგინებდნენ მათ, რომ თქვენ ხართ სულკი, ეს აკონტროლებელი ორგანო, დესპოტი ორგანო და ისინი წამოწდათ და თქვენს რომ ჩვენს ეროვნულ საქმეს ვაკეთებდითო. ჩვენ არა ვართო ესეთი ადამიანები, ჩვენი ქვეყნის პატრიოტები ვართო. აჰა, პატრიოტები ხართ მეთქი. ძალიან კარგი, ეხლა დაგიჭერთ სიტყვაზე თქო. ავდექი და მიუმართე უშიშროების კომიტეტს, მაშინ კომიტეტი იყო 99 წელია, რომ დავეშვით სანდრო ახმეტელის საქმეს. და დამიშვეს. მაშინ ტარიელ როთქიფენზე იყო კომიტეტის თავმჯდომარე, იმან მიმიღო ის ხოთაშვილის იყო პარტმუშაკი. არ იყო მარტო სუკის ჩინოვნიკი. და უფრო ფართო მასშტაბურად აზროვნებდა ეს კაცი, მიხვდა რადგინდაოდ ის აუხსენის სიტუაცია, რომ ეს საჭირო იყო რუსთაველის თეატრის და ქართული თეატრის იმ მონაკვეთის ესე გაანალიზებას, გახსნას, რაც დღემდე უცნობია და თეთრლაქად იყო ეს მიჩნეული ქართული თეატრი დამიშვეს. ამიტომ მე სხვათაშორის პირველი მკვლევარი ვარ სუქში, ასე ვთქვათ, მეცნიერი ვინ შევიდა პირველად, ვიყავი მე. და ეს 10 ტომი გადავხედე ამას, შევისწავლე მეცნიერულად, არაერთი წერილი გამოვაყენე და მივხვდი რაშიც იყო საქმე. და ის ისტორია ფაქტიურად რუსთაველის თეატრის ისტორია შეიცვალა. აი ამ 20-30-იანი წლების ისტორია სულ შეიცვალა. სხვა გახდა. რაც ბრალდებოდა ორდის მსახიობს, ის კი არ აღმოჩნდა. სულ სხვა ამბავია, სანდრო ახმეტელმა არ შეასრულა ცენტრალური კომიტეტის დადგენილება. ეგ ჩვეოდა ბატონო. ხო, მოხსნეს იმისთვის და შემდეგ რეპრესირება რატომ მოხდა? სულ სხვა ამბავზე თითქოს ბანალური ის არის, რომ მოსკოვიდან მოვიდა შიფროგრამა, რომ ახმეტელი პირდაპირ ეგრე არის, ნატო რუსულად დავღოთ, ახმეტელი ცდილობს შევიდეს კრემლის ქართველებთან, რაც უნდა განვიხილოთ, როგორც ნაბიჯი ამხანაგ ბერიას წინააღმდეგ. ეს იყო და
მოვიდა თუ არა სექტემბერში ეს პროგრამა სექტემბრის 20 სექტემბრიდან დაიწყო ამ სანდრო ახმეტელის მომხრეების დაპატიმრება, რომ შეექმნათ ჯგუფი ანტისაბჭოთა და ახმეტელი 19 ნოემბერს დააპატიმრეს 36 წლის. ბერიას და ახმეტელის შორის სულ იყო კონფლიქტი. არა, კონფლიქტი, პიროვნული კონფლიქტი იყო, დედაში აიგინა იმაში ქუჩაში, კაცო, ახმეტელმა საქვეყნოდ აივნიდან გადაძახა. ხო, და რა თქმა უნდა იყო, თავისი შეხედულება ჰქონდა და ბერიას თავისი პრეტენზიები ჰქონდა, იმიტომ რომ სახელმწიფოს თუ გაფინანსებს, ესე იგი მე უნდა დამემორჩილო და ახმეტელი ძახა და ჩემს საქმეში არავინ არ უნდა ჩაერიოს, ესე. ნუ ძირითადი პრინციპი ეს იყო, ხა დეტალებს რო არ ჩავყვეთ. და ბოლოს. და ასეთი ის იყო პირად ინიციატივას მინდა დავასრულო, აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა იმ თვალთახედავს, როგორ შეხედავ იმ საკითხს, რომელსაც ყველა უყურებს, მაგრამ ვერ ხსნიან იმ კუთხეს იმ ვერაგნებს, რისგან გასაღებს ვერ ურგებენ იმას რა ქვია, კარებს. რა თქმა უნდა, გასაგებია. და ბოლოს შეკითხვა ბატონო გუბას, არაფერს გკითხავთ? არა, რა უნდა გითხო? არაფერი? რა უნდა? რაიმე კითხვათ, არ გააქვთ შეცდომათ რომ გითხო? არა, რა ვიცი, ესეთი არაფერი. და რატო დაინტერესდი აი ამ თემით, თქვა აი ამ გადაცემის შინაარსით, რომ შექმენი აი ესეთი გადაცემა. აჰა, გაგცემთ პასუხს, მინდა რომ აქ მოწვეული სტუმრები ყველა ვალაპარაკო თავიანთ პროფესიაზე და ყველა პროფესია გაჯდეს ხალხში ისე, როგორც სინამდვილეშია და არა ისე, როგორც დაპირულად ხედავენ. ეგ არის ამ გადაცემის მიზანი. ვინ როგორ ხედავს თავის პროფესიას? რა თქმა უნდა და ეს მინდა მაყურებელმა განსაჯოს და გაიგოს ზუსტი ინფორმაცია გქონდეს და არა ზედაპირული ინფორმაცია. ხო, ხელოვნებაზეც, იმ პიროვნებაზეც. რა თქმა უნდა, აქ ჯარი იქნება, სუსი იქნება, ხელოვნება იქნება, თუ რაც იქნება, ნებისმიერ. ხო, რომელი დარგის წარმომადგენლიც არ უნდა იყოს. აი, ეს არის ამ გადაცემის მიზანი. დიდი მადლობა, კარგად გრძანდებოდეთ. ხელოვნება ეს არის ადამიანის სული, რომელიც დროში არ ხრება. ის არის გზა უსასრულობისაკენ, სადაც ყველაფერი იწყება ერთი შთაგონებით. დღეს ჩვენ შევეხეთ იმ საიდუმლოს, რაც მხოლოდ ხელოვნებაშია. სილამაზე, ტკივილი და ჭეშმარიტება ეძროულად. გადაცემას უყურებთ TV+. შეხვედრა, სადაც ისევ ვიყავით ადამიანთა შესაძლებლად. მიიქნება შემდეგ.